მე ვარ რომელი ვარ. ახლა სხვადასხვანაირად განმარტავენ ამ იმას. არის ძალიან საინტერესო კვლევა, სადაც თქვამია, რომ ეს სახელი ნიშნავდა არც მეტი არც ნაკლები იმას, რომ მოსეს ღმერთეულობა შენ მაინც ვერ გაიგებენ. ხვილება ამას ვერ ვიწდება. ანუ ვინც ვარ ის ვარ, ნუ კითხულობ, ნუ სვავ კითხვას. მაგრამ მაინც ბიბლიურ კონტექსტს არ ეხმიანება. კითხვაზე პასუხი არ არის, რაღაცაზე, თუნდაც აი ამაზე კითხვაზე პასუხი მაინც არ არის. მე ვარ რომელი ვარ? მე ვარ არსებული, მე ვარ არსი. ყველაზე ის კლასიკურ ხედვას მოგავს, ახლა ბევრი ამაზე დაწერილი, მე არ გავაგრძელებ, არც არის ამის აუცილებლობა და საშუალება, უბრალოდ ყველაზე კლასიკურს და ყველაზე მნიშვნელოვანს გეტყვით, რაც ამასთან დაკავშირებით არის თქვამი და რაც უნდა ვიცოდეთ. ეს არის რა? ამ ღმერთი ეუბნება მოსეს. ყოფობის საწყისი ვარ მე. და ყველაზე დიდი საიდუმლო არის არსებობის საიდუმლო. ამაზე დიდი საიდუმლო არ არსებობს. საიდუმლო უმყოფელობიდან მყოფობაში გამოხმობისა და ეს საიდუმლო იმისი რას ნიშნავს, რომ უმყოფელობაში არასდროს არ ყოფილიყო. ვლადიმერ ლოსკი ამობს საოცარ სიტყვებს. ძიმე ჯვარია ადამიანის გონებისათვის წარმოიდგინოს რა არის მარადიულობა. ძალიან ძიმია ეს მარადიულობა ჩვენ არ გვინახავს, მარადიულობა შეიძლება შევეცადოთ მარადიულობა ავხსნათ. ზოგი მარადიულობას ხსნის, რომ აი მარადიულობას რაღაცა დაიწყო და არ სრულდება. არა, მარადიულობა ეს არ არის. ეს დაუსრულებლობა, მარადიულობა გაცლებით მეტია, ვიდრე რაღაც არ უარჩება ის. და ლოსკი ამბობს, რომ ძალიან ძიმია ადამიანის გონებისათვის გაიგოს რა არის მარადიულობა, მაგრამ გაცილებით მძიმე ჯვარია ადამიანის გონებისათვის გაიაზროს რა არის აბსოლუტური არაფრობა. დაუკვირდით ამას ძალიან. აი მარადიულობაზე კიდე დაგელაპარაკებათ. სრული არაფრობა რა არის? ეს არის სრულიად მიუღწეველი. რატო? სრული არაფრობა ეს არის ღმერთი. აი რაღაცა თუ წარმოვიდგინოთ ღმერთი და არაფერი მის გარდა. აი არაფრის წარმოქმნა არ შემიძლია. ამიტომაც ქართულ სიტყვაში არსება, რომელიც რაღაცის ყოფობაზე მიუთითებს, ამ ყოფობის ძირში დევს არა, უარყოფა. ნამდვილი არსებობა არის ის, როდესაც აი ამ უარყოფას, აი ამ გაუგებარ ყოფობას უკავშირდება. სხვა ყოფობა არ არსებობს, სხვა ყოფობა ვერ იქნება. ამ არაზია, ამ უარყოფაზია ეს დაფუძნებული, ამ უარყოფაზია ეს დადგენილი. ისაც სინამდვილეში ვხედავ. მოდი მეორენაირად ვთქვათ ეს ყველაფერი, ძალიან საინტერესოა. აი დავსვათ კითხვა, არსებობს თუ არა ანგელოზი? თუ ჩვენ გვჯერა რომ არსებობს ანგელოზი. არსებობს თუ არა? აი ეს, ავიცი, აი ეს მობილური ტელეფონი, როგორ არა, ხელში მიჭირავს, არსებობს. ანგელოზი შეიძლება ვერ მეკამათოს. ამაზე ხო ვერ მეკამათებს, ხო? არსებობს თუ არა ადამიანი, აგერავთ, როგორ არ არსებობს? არსებობს თუ არა ღმერთი? როგორ არ არსებობს? არსებობს. მაგრამ ამდენ სიტყვაში, ამდენ არსებობაში ჩვენ სინამდვილეში ორი განსხვავებული რამე ვთქვით. ერთი ეკუთვნის ღმერთს და მეორე დანარჩენ ყველაფერს. ანგელოზე რო ამბობ არსებობს. არსებობს, იმიტომ რომ ვიღაცას მოუნდა, თორე იმას რომ მომდობოდა, კი არ არსებობდა. ეს მობილური ტელეფონი რო არსებობს, კი ხელში მიჭირავს, არსებობს, მაგრამ არსებობს რატო? ვიღაცამ რო გააკეთა, იმიტომ რომ რო არ გააკეთებინა, სულაც არ არსებობდა. ადამიანი არსებობს, როგორ არ არსებობს, მაგრამ იმიტომ არსებობს, რომ ვიღაცას მოუნდა, რომ ის არსებობდეს, თორე კი არ არსებობს, თორე რო არ მომდომებოდა, კი არ არსებობდა. ანუ ყველა სახის არსებობა, რომელსაც ჩვენ შევეხეთ მეორე ნაწილში, ადამიანის, ანგელოზის, მობილური ტელეფონის, ყველა სახის ეს არსებობა არის განპირობებული არსებობა, პირობითი. ვიღაცას მოუნდა და ამიტომ არსებობს. მაგრამ არის არსებობის მეორე ფორმა. აი ის, რომელზეც ვსაუბრობთ. ის, რაზეც ღმერთმა უთხრა მოსეს, რომელიც არის განუპირობებელი. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვიღაცას მოუნდა, არა. თავის თავშია არსებობის პრინციპი. რომ უნდა თვითონ იმიტომ არსებობს. აი ეს უნდა გავიგოთ ეს რა გავმართოთ რამენერად. პირდაპირ გეუბნებით. წარმოუდგენელია, ქმნილებას ეს არ შეუძლია. სწორედ ამას ეფუძნება პირველი ცნებათა პირველი ნაწილი, რომელიც კერპთაყვანისმცემლობას უკავშირდება. რით განსხვავდება ღმერთი კერპისაგან? ცოტა ხმამაღალი კითხვაა, მაგრამ თავისუფლად კითხვა, რით განსხვავდებიან ეს ერთმანეთისაგან? ღმერთს გინდა თაყვანი ესი, გინდა თაყვანი არ ესი, ის მაინც არსებობს. და კერპი რო არსებობდეს რა არის საჭირო? კერპი უნდა სე თაყვანი, აუცილებლად უნდა სე თაყვანი, ისე კერპი ქრება, კერპის არსებობა არ ხდება. კერპი თავის თავადობას, თავის ყოფობას ინარჩუნებს უბრალოდ თაყვანისცემა აქ. ამიტომ კერპი ითხოვს თაყვანისცემას სათავისოდ, ხოლო ღმერთი ითხოვს თაყვანისცემას რისთვის? თაყვანისცემელისათვის. ღმერთს არ უნდა თაყვანისცემა, კერპს უნდა თაყვანისცემა. ამიტომ როდესაც არის ნათქვამი, რომ აგააკერპო არაფერი, არც ქვა, არც ხისგან გაკეთებული, არც რკინისგან გაკეთებული, არ გააკერპო ყველაზე მნიშვნელოვანი რა? საკუთარი თავი არ გააკერპო, რას ნიშნავს კერპი? და რას ნიშნავს რაღაცის გაკერპება? ამ კითხვაზე პასუხი არის სწორედ ეს. რას ითხოვს ის ჩემგან?
თუ ითხოვს დაუტევო ის თაყვანისცემა, რომელ თაყვანისცემასაც ღმერთი სათავისოდ განიკუთვნებს, იმიტომ კი რა უნდა, იმიტომ რომ საჩემოა ეს თაყვანისცემა, ის უკვე კერპია. არ აქვს მნიშვნელობა ამას ფული ქვია, ძმაკაცი ქვია, რაღაცა სოციალური პროგრამა ქვია, რაღაც პარტია ქვია თუ რა ქვია. არა აქვს ამას მნიშვნელობა. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ, შემდეგ ალბათ შევეხებით ამ საკითხს, როდესაც ახალ აღთქმის რეალობაში მაცხოვარმა გითხრა, რომ კეისარს თავის მისაცემელი აქვს და ღმერთს თავისი მისაცემელი აქვს, ამას გაუსვა სწორედ ხაზი, რომ კეისარი რასაც ითხოვს, უნდა გადაიხადო ყველაფერი. ყველაფერი აბსოლუტურად. ერთის გარდა. ეს არის ის მისაცემელი, რაც ღმერთს ეკუთვნის. ამიტომ არსობრივად, ახლა შორს არ მინდა წავიდე, მაგრამ არსობრივად ქრისტეს ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ინსტიტუციონალურად გაურბის ეკლესიას სახელმწიფოსთან ერთობას. არ შეიძლება დამაზიანებელია. ამას მე შევეხებით. სხვაგვარად რო ვთქვათ, აი ეს მომენტი, რომ ესა რა ქვია, მე ვარ არსებული, მოსეს მიუთითებს ასეთ რამეზე, რომ მე ვარ წყარო არსებობისა, მე ვარ ვიღაცა ისეთი, ურომლისოდაც ვერ იქნება ვერაფერი. აი ეს უნდა უთხრას ისრაელს უნდა უთხრას ასეთი რამე. რომ ის ღმერთი მგზავნის თქვენთან, რომელსაც თუ არ დაუკავშირებით ვერ იარსებთ. ანუ თუ გინდათ გადარჩენა, თუ გინდათ არსებობა, თუ გინდათ ყოფობა შეინარჩუნოთ, უნდა დაუკავშირეთ ამ წყაროს, რომელიც ყოფობს. არ უნდა დაემგვაროთ იმ წყაროს, რომელიც წყაროსაც სათავეს გადაუკეტავენ, ცოტა ხანი მიედინება და მე დაშრება და გახმება და კალაპოტი ასეთი გამხვარი იქნება. არა, ეს სათავე არ უნდა გადაიკეტოს. და ეს სათავე არის ის ღმერთი, რომელიც ღმერთმაც აღუთქვა თქვენ მამაპაპას, ის აღთქმული მიწა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამით უნდა ჩავიდეს მოსე. აი ეს უნდა უთხრას.